როგორ არ მივცეთ ჩფოთვას ჩვენი მართვის უფლება. იცი რა ხდება? საკმაოდ ხშირად ჩფოთვა გვაიძულებს თავი ავარიდოთ ყველაფერს. და რაც უფრო ხშირად არიდებ თავს, მით უფრო რთულდება მერე ამის გადალახვა. არ მიდიხარ ექიმთან გარკვეული დიაგნოზი შიშის გამო. არ ჯდები ტრანსპორტში, იმიტომ რომ პანიკური შეტევა დაგემართება. ხმას ვერ იღებ, იმიტომ რომ გეშინია არასწორი არ აღმოჩნდე. და ეს ყველაფერი რატო გრძელდება, იცი, ძალიან დიდი ხანი? იმიტომ რომ ელოდების სიტუაციას, სადაც მაქსიმალურად დარწმუნებული იქნები საკუთარ თავში. და ის რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ დარწმუნებულობა თავისით არ ჩნდება. შენ მანამდე არ იგრძნობ მზადყოფნა, სანამ არ მიუახლოვდებ იმას, რასაც ამდენ ხანს არიდებ თავს. და იცი რა, შენ არ გჭირდება 100%-ით დარწმუნებულობა იმაში, რომ პატარა ნაბიჯი მაინც გადადგა. ეს ყველაფერი გავს, იცი რას? ეს შუაღამისეს მანქანას რო ატარებ. ფარები მთელ გზას ხო ვერ გინათებს, მხოლოდ რამოდენიმე მეტრს გიჩვენებს წინ. მაგრამ ესეც საკმარისია გააგრძელო მოძრაობა. და გზა თანდათან განათდება. არავინ ხო არ აწყვეტს მართვას მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ ხედავს გზას. ასე მუშაობს შფოთვაც. ერთი პატარა ნაბიჯი უკვე ნათელს ცემს წინ არსებულ გზას. ამიტომ გადადგი ნაბიჯი.